გონიერი ინვესტორი ფინანსური თავისუფლების ბიბლია. შესავალი. მოგესალმებით. დღეს განვიხილავთ წიგნს, რომელსაც უარენ ბათეტმა ინვესტირების შესახებ ოდესმე დაწერილი საუკეთესო წიგნი უწოდა. ეს არის ბენჯამინ გრეხემის გონიერი ინვესტორი. ეს წიგნი არ გასწავლით, როგორ გამდიდრდეთ ერთ ღამეში. ის გასწავლით, როგორ არ დაკარგოთ ფული და როგორ შექმნათ მყარი კაპიტალი გრძელვადიან პერსპექტივაში. გრეხემის ფილოსოფია ეფუძნება არა პროგნოზებს, არამედ დისციპლინასა და ფსიქოლოგიას. მოდით ჩავუღრმავდეთ წიგნის მთავარ პრინციპებს. ნაწილი პირველი. ინვესტიცია სპეკულაციის წინააღმდეგ. გრეხემი წიგნს იწყებს მკაფიო ზღვარის გავავლებით ორ ცნებას შორის, ინვესტიციასა და სპეკულაციას შორის. მისი განმარტებით, საინვესტიციო ოპერაცია არის ის, რაც საფუძვლიანი ანალიზის შედეგად გპირდებათ ძირითადი თანხის უსაფრთხოებას და ადეკვატურ უკუგებას. ყველაფერი სხვა სპეკულაციაა. სპეკულანტი ყიდულობს აქციას იმ იმედით, რომ მისი ფასი გაიზრდება, რადგან ვიღაც სხვა მასში უფრო მეც გადაიხდის. გონიერი ინვესტორი კი ყიდულობს ბიზნესის წილს, რადგან სჯერა ამ ბიზნესის ღირებულების. გრეხემი გვაფრთხილებს, თუ სპეკულირებთ, გააკეთეთ ეს ღია თვალებით, ცალკე ანგარიშით და მხოლოდ იმ თანხით, რომლის დაკარგვაც არ გეტკინებათ. ნაწილი მეორე. ინვესტორის ორი ტიპი. როგორი ინვესტორი ხართ თქვენ? გრეხემი გამოყოფს ორ ტიპს. პირველი, პასიური, ანუ თავდაცვითი ინვესტორი. თუ თქვენი მიზანია უსაფრთხოება და არ გაქვთ დრო კომპანიების ფინანსური ანგარიშების კითხვისთვის, მაშინ პასიური ინვესტორი ხართ. თქვენი სტრატეგია უნდა იყოს დივერსიფიცირებული პორტფელი, მაგალითად 50% აქციებში და 50% ობლიგაციებში. თქვენი მთავარი იარაღი დოლარის ღირებულების საშუალო არითმეტიკულია, ანუ ინვესტირება სისტემატურად ბაზრის მდგომარეობის მიუხედავად. მეორე, აქტიური, ანუ მეწარმე ინვესტორი. ეს არის ადამიანი, რომელიც მზადაა ინვესტირება აქციოს თავის საქმედაც. მას სურს ბაზარს მოუგოს. ამისთვის საჭიროა დიდი დრო, ცოდნა და დისციპლინა, რათა იპოვოთ დაუფასებელი კომპანიები. გრეხემი გვაფრთხილებს, ადამიანთა უმრავლესობისთვის პასიური მიდგომა უფრო მომგებიანია. ნაწილი მესამე. ბატონი ბაზარი, თქვენი პარტნიორი. ეს წიგნის ყველაზე ცნობილი მეტაფორაა. წარმოიდგინეთ, რომ ბიზნესში გყავთ პარტნიორი სახელად ბატონი ბაზარი. ის მანიაკალურ დეპრესიულია. ყოველ დილით ის მოდის თქვენთან და გთავაზობთ თქვენი წილის ყიდვას ან გაყიდვას კონკრეტულ ფასად.